ქალთა კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც კომპანია გუდვილის ტერიტორიაზე მოეწყო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. საგამოფენო სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა მეწარმეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ქალთა დღესასწაულების კვირეულის ფარგლებში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა დიდ ღომში და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვესტუმრეთ მიულოცეთ გაზაფხულის დადგომა ქალთა დღესასწაულები აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი მეწარმეები მხარდაჭერილი იყვნენ მათი საქმიანობის, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ამ კუთხით ჩვენ არაერთი ღონისძიება განვახორციელებთ და ამ კუთხით მხარდაჭერას საოცრად გავაგრძელებთ. ქალთა კვირეულია, ეხლა მე მოვედი სპეციალურად, რომ მოულოცო 8 მარტი და მართლა გულწრფელად გამიხარდა, როცა აფხაზეთის მთავრობაც აქ ვნახე. მიხარია, რომ ეს მეწარმე ქალბატონები დაფასებულები არიან, ხელის შეწყობა აქვთ აფხაზეთის მთავრობიდან და სავაჭრო პალატა, აფხაზეთის სავაჭრო პალატა, რომელიც ასე ზრუნავს ამ ქალბატონებზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია, რაც მათ სამეწარმეო პოტენციალსა და შემოქმედებით უნარებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ერთჯერადი გამოფენით არ შემოიფარგლება. ღონისძიების ფარგლებში კომპანია გუდვილსა და აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება დევნილ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. მათ საშუალება ექნებათ კვირაში 2 დღის განმავლობაში საკუთარი ნამუშევრები გუდვილის სივრცეში განათავსონ და მოახდინონ მათი რეალიზაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საშუალებას მიცემს ჩვენს დევნილ მეწარმეებს გუდვილის სხვადასხვა ფილიალში წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას და პოპულარიზაციას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო გუდვილის ადმინისტრაციას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის. უფრო მეტად მხარდაჭერას ვუცხადებთ დევნილ მეწარმეებს, საერთოდ ყველას ვუცხადებთ, მაგრამ როდესაც გავიგეთ, რომ ეს არის აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, 10-ჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს და ძალიან გვიხარია მათთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას და აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას ამ შესაძლებლობისთვის, რომ დევნილ მეწარმეებს მისცა ასეთი შესაძლებლობა წარმოეჩინა თავისი პროდუქცია ფართო მასშტაბისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. მსგავსი ინიციატივები მიზნად ისახავს დევნილი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამეწარმეო პროცესებში მათ აქტიურ ინტეგრაციას.